მოგესალმებით. მოდით დღეს ვნახოთ ექსპრეს გაშლა. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ შემოდგომის დადგომამდე. რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა ჩახუროთ და ასე შემდეგ. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ენერგო ბალანსის სირებისთვის, მოწონება, კომენტარი, გაზიარება ჩემი არხის გამოწერა, მათთვისაც გამოწერილი არ გაქვთ. მაშინ სადამე, პირველი ვარიანტი, რისი გაკეთება უნდა მოასწროთ შემოდგომის დადგომამდე. მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოასწრეს არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა რისი გაკეთება უნდა მოასწროთ შემოდგომის დადგომამდე, შემოდგომის პერიოდამდე. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ეხლავე დაიწყო უკვე გეგმების დაწყობა, რითი დაკავდები შემოდგომის პერიოდში. რა არის შენთვის პრიორიტეტი, რისი განხორციელება გინდა, რა კუთხით უნდა დაკავდე, რა უნდა გქონდეს ახალი საწყისი, რა მიმართულებით უნდა წახვიდე. გეყო უკვე ეს მოდუნებულ პოზიციაში ყოფნა და გადადიხარ უკვე ახალ ეტაპზე. პირდაპირ მნიშვნელობით შენ უნდა გაწერო მთელი შემოდგომის სიტუაციები, რა კუთხით დაკავდები და რას როგორ გააკეთებ. ძალიან კარგი იქნება შენთვის, რომ ორიენტირება გაამახვილოს სწავლის თემაზე, ან რაღაცა ისეთი ახალი ხელსაქმიანობა იქნება, რაიმე ახალი ინფორმაციების შესწავლა, რითაც შეიძლებოდა რომ აქამდე დაკავებული არ ყოფილიყავი. არ აქვს ასაკინაურობრივ მდგომარეობას, სქესის მდგომარეობას, ვინ რამდენი წლის ხართ რომ ეს სქესის წარმომადგენლები. თავარი არის, რომ აი თვის დასრულებამდე, შემოდგომის დადგომამდე ორიენტირება გაამახვილოთ იმაზე, რაც რეალურად გჭირდებათ, რაც სიამონებას მოგიტანთ, რაც რაღაც ახალი სიახლეების კუთხით დანერგავს თქვენ ცხოვრებაში აქტიურობას. მეტად იყავით მობილიზირებული და ორიენტირებული იმაზე, რა გჭირდებათ და როგორი კუთხით. დროა უკვე გამოხვიდეთ მოდუნებული პოზიციის მდგომარეობიდან. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მიჩვენებს, რომ დიდი ხანია უკვე ერთ ადგილას გაქვთ ფესვები გადგმული, დიდი ხანია უკვე ზომიერების მდგომარეობაში ხართ და საჭირო არის უკვე რომ ერთფეროვანი წრის მდგომარეობა გაარღვიოთ და მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილებები. ცხოვრების სეულად სერიოზული ცვლილებები გჭირდებათ. გარკვეული კუთხით ტრანსფორმაციები უნდა განახორციელოთ, მიმართულების შეცვლა. თუ დიდი ხანია ფიქრობთ სამსახურის ცვლილებაზე, რაღაცა ახალი გინდა, გააკეთეთ დროული ქმედებები, რომ შესაბამისი რეალობა შეცვალო. თუ პირობითად გინდა რაღაცა ახალი სწავლა, გამოიყენეს პერიოდი, რომ შემოდგომის პერიოდიდან დაიწყოს სწავლის თემა და ასე შემდეგ. ანუ მთავარი არის, რომ ერთფეროვანი რუტინული ცხოვრებიდან გამოხვიდე, სულ ერთ ადგილზე გაჩერებული, სულ ერთი და იგივე სცენარით გაწერილი ცხოვრება, სულ ერთი და იგივე მიმართულებაში, ურთიერთობის კუთხით და ასე შემდეგ. შენთვის ახლა მოდის ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც უნდა გადალახო და პირდაპირ მნიშვნელობით დაამუშაო შენი პრიორიტეტები, რა არის და რა უნდა გაუშვა და რა უნდა დატოვო შენ ცხოვრებაში. მეტი სიმტკიცე გამოიჩინე ხასიათების კუთხით და არ შეგეშინდეს რისკების ასე ვთქვათ განხორციელება, ხო, გარისკვის პოზიციის არ შეგეშინდეს. და მესამე ვარიანტისთვის არსებული ინფორმაციები. მესამე ვარიანტისთვის არსებული ინფორმაციები დიდი უკვე ხარ, ნამდვილად აღარ ახარ პატარა ბავშვის პოზიციაში, რომელმაც არ იცის როგორ მოიქცეს და რა გააკეთო, საკუთარი თავის ძიების პროცესი უკვე ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ეს ხელდასამუდამოდ იპოვე საკუთარი თავი. რა გჭირდება ცხოვრებაში. ხო, აი აქ მიჩვენებს, რომ დიდი ბავშვის პოზიციაში შეიძლება იყო და მუდმივად ცხოვრებაში რაღაცას ეძებდე, მუდმივად რაღაცა გჭირდებოდეს. შენ რეალურად უნდა გაიაზრო ის, რომ ჯერ პირველ რიგში რაც გჭირდება ამ ეტაპისთვის არის საკუთარი თავის მიმღებლობა, ისეთი როგორიც ხარ, საკუთარი თავის სიამოვნება, მეტი გამეტილობა, საკუთარი თავის დანახარჯის კუთხით, მატერიალური თვალსაზრისით, საკუთარი თავის მოვლის მდგომარეობა, სტილის შეცვლა და ასე შემდეგ. აქ მთავარი პრიორიტეტი რაც არის განსახორციელებელი შენ ეს არის მიხედვა საკუთარი ცხოვრების მეტად, ხო, უფრო მეტად აქტიური გახადე, უფრო მეტად გაილამაზე ცხოვრება, ხო, რაღაცა მომენტში თუ კი თავს იკავებდი სადმე წასვლაზე იარი აქეთ იქით, ანუ მეტად დაკავდი აქტიური ცხოვრების პოზიციით. ნუ ეზე მიზეზებს, რომ აი ესე არ გამოდის და აი ამაში ხელი მეშლება. ძალიან მიზეზობის მდგომარეობა გაქვს მესამე ვარიანტზე. რეალურად შენ არ გინდა რომ რაღაცა წინ გადადგანაბიჯი პირველი, ხო? რაღაცა რისკის თემა გაკლია. შესაბამისად ეს წუწუნის პოზიციები გადადის უკვე ფესვებთან მდგომარეობაში და არ იცვლება რეალობა. ამბობ ამას ვიზავ რეალობას არ ცვლი. დროა უკვე რომ რეალობა შეცვალო უკეთესობისკენ. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტისთვის ინფორმაციები. დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან. პირადისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. შეგახსენებთ რომ აქვს ჩემი საავტორო წიგნი მაგიური მცენარეები, რომლებიც იყიდება ბიბლიოსის ყველა ფილიალში. ნახვამდის.